ხომ გახსოვთ, რომ ადრეული ეკლესიის ერთ-ერთი დიდი პრობლემა იყო რომის ხელისუფლებასთან უთანხმოება. ადრეული ეკლესიის გმირები, წამებულები, სიცოცხლეს სწირავდნენ კოლოსეუმსა და დიდი ცირკის არენაზე. ნერონის ბაღების ბილიკებს ანათებდნენ, როგორც ალმოდებული ცოცხალი ჩირაღდნები, რადგან მათ ხოცავდნენ უმოწყალოდ და ამიტომაც კატაკომბებში იმალებოდნენ. ოდესმე გიფიქრიათ, რამ გამოიწვია ამ ხელა უთანხმოება ახლად წარმოქმნილ ქრისტიანულ თემსა და რომის ხელისუფლებას შორის. ნამდვილი პრობლემა პოლიტიკური მორჩილება და სახელმწიფოსათვის ძირის გამოთხრის ბრალდება გახლდათ. ეს უცნაური ისტორიული მოვლენაა, რადგან ახალი აღთქმა პირდაპირ და ზედმიწევნით მიუთითებს მორწმუნეებს სახელმწიფო ხელისუფლებისადმი მორჩილების შესახებ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ თემაზე საუბრობენ პეტრე და პავლე მოციქულების საკუთარ წერილებში. დაემორჩილეთ ხელისუფალთ, რათა ქრისტე განდიდდეს. გადაიხადეთ გადასახადები, მშვიდობიანად იცხოვრეთ ხელისუფალთა გვერდით. ილოცეთ მეფისთვის, ილოცეთ მთავრებისთვის. უფალი იესოს სწავლების მიხედვით შეიძლება ითქვას, ქრისტიანული ქცევის პრიორიტეტადაა აქცეული ის, რომ სამოქალაქო მორჩილების ნიმუშები ვიყოთ. მას რატომ გაჩნდა ესოდენ უკიდურესი უთანხმოება პირველ ქრისტიანულ თემსა და რომის ხელისუფლებას შორის თუ გავითვალისწინებთ ქრისტიანთა მორჩილების შეურყეվել სისუფთავეს. ეს იმიტომ არ მომხდარო, რომ ქრისტიანები გადასახადების გადახდაზე ამბობდნენ უარს, ან გადაჭარბებული სიჩქარით დადიოდნენ ნედლებით. არა, ამ გასაჭირში იმიტომ აღმოჩნდნენ, რომ კეისარი და რომის ხელისუფლება იმპერიულ რელიგიურ კულტად ჩამოყალიბდნენ და ხშირად იმპერატორი გაღმერთებული გახლდათ. ხელისუფლებისადმი ერთგულების დადასტურების მიზნით ქრისტიანებსაც მოუწოდებდნენ იმისკენ, რომ საჯაროდ წარმოეთქვათ სიტყვები კაიზერ კირიოს, ანუ კეისარი უფალია. ქრისტიანები კი ამაზე პასუხად ამბობდნენ, არა, კეისარი კეისარია, ჩვენს გადასახადებს გადავიხდით. კეისარს კეისრისას მივაგებთ. შეგვიძლია მას მივმართოთ ასე. თქვენო უმაღლესობავ, თქვენო უდიდებულესობავ. შეგვიძლია ისე მივმართოთ, როგორც გვეტყვით, მაგრამ უფალს ვერასოდეს ვუწოდებთ მას. მაშინ, როცა ქრისტიანებს სთხოვდნენ, რომ ეთქვათ ეს სიტყვები, კაიზერ კირიოს, ისინი გაბედულად ამბობდნენ, იესოუს ჰო კირიოს, ანუ იესო უფალია. ეს იყო პირველი მრწამსი, რწმენის პირველი აღიარება დიდი ხნით ადრე, ვიდრე ნიკეის, ქალკედონის თუ კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებები გაიმართებოდა, ვიდრე უესტმინსტერის კატეხიზმო დაიწერებოდა. ქრისტიანული ეკლესიის სულ პირველი რწმენის აღიარება მარტივი ფორმულა გახლდათ. იესოუს ჰო კირიოს, იესო უფალია.